და კონკრეტულად სოხუმის თეატრში, რომელიც ემზადება სასწაულის მოლოდინში. ასე ეწოდება მწერალ გურა მოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღეში გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორია ზუგდიდის შალვა-დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი კაშია. ნაწარმოების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტის შედეგად შეწყვეტილი კავშირები. როგორ ემზადება დასი პრემიერისთვის, ამას ახლა ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. რეჟისორი თავად ბატონი გიორგი კაშია და ჩემი ძვირფასი მსახიობი ჯანო იზორია. როგორ ახართ ბიჭებო, როგორ? მოგომწით და მუჯორეზე. დავიჭირე ხურეთ, ვერიანი ვიცვერე. როგორი მეძრული ამბები აიწია. თავი მეძრული და კომპიუტერი იცოდა. ბატონო გიორგი, მოდი მე თქვენ ჯანო ბოდიში შენ და გიორგის მინდა ვკითხო. ეს ნაწარმოები მე რამდენადაც ვიცი არის ძალიან ახალი. არც დადგმულა არსად. და საკმაოდ მნიშვნელოვან თემას ეხება. აი რატო გადაწყვიტე რომ გასაგებია, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. რატომ გადაწყვიტე რომ ეს გაგეცოცხლებინა სცენაზე? დავიწყებ იმით, რომ ალბათ ძალიან დიდი ხანია მინდა და ამ თემატიკაზე შემექმნა რაღაც ჩემი. და ფიქრობდი დიდი ხნის განმავლობაში. როდესაც წავედი ზუგდიდში და დავიწყე მუშაობა, მოგეხსენებათ გეოგრაფიულად ახლოსაა ჩვენთან ძალიან. საკმაოდ. აქედან გამომდინარე მინდოდა რომ სად თუ არა ზუგდიდში. და ამ დროს გავიცანი გენიალური ადამიანი გურა მოდიშარია, უკვე ჩემი უფროსი მეგობარი და რაღაც პროექტი უნდა მომზადებულიყო ფონდი კანაელის ინდია იყო ეს. და მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ვთქვა რომ შენდება ტაძარი პატრიარქის კურთხევით, რომელიც სწორედ აფხაზთა და ქართველთა ძმათა საოხარი ტაძარი. მაგარი ამბავი არ ვიცი. და იდეაც მდგომარეობს ამ ადამიანების შემოთავაზება იყო ეს ჩემს მიმართ და რა თქმა უნდა უპირობოდ დავთანხმდი. და ბატონი გურამის ჩართულობა საინტერესოა, აუცილებლად უნდა გითხოთ. თქვენ ამ სამუშაო პროცესში ავტორი არის ჩართული? იცით როგორ ბატონი გურამი რა თქმა უნდა მე გავიარე მასთან ბევრი კონსულტაცია და ამ ტექსტზე მუშაობის დროს გქონდა კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, აი გუშინ ნახა სპექტაკლი თვითონ ჩვენ როგორც ვიზახით ჩაბარება გქონდა გუშინ და აქედან გამომდინარე კი ჩართულია. რა თქვა მე როგორია? ისიც რა ჩვენ რეჟისორები და მწერლები ერთმანეთთან ვერ მეგობრობთ. აი მე ცოტა ისე ვიკითხე, აი ძალიან შემოვლით და ლევონმა პირდაპირ გაჭახა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ გქონდეს მაინც საერთო ძალიან. აი, შემოქმედებითი დისკუსია ძალიან საინტერესოა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი. საინტერესოა თუ აპირებთ რომ თბილისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიტანოთ სპექტაკლი. პირველ რიგში ალბათ რადგანაც მე ზუგდიდის თეატრის დირექტორი ვარ, მინდა რომ ჩვენს თეატრში ვაჩვენოთ და უკვე გვაქვს ამაზე მუშაობა დაწყებული. ამიტომ უახლოეს მომავალში ზუგდიდელი მაყურებელი იხილავს ამ სპექტაკლს. სხვა თეატრებშიც გადმოდით, არ არის პრობლემა. არ არის მოგზადით. მოკლედ, ეხლა ძალიან საინტერესო თემატიკაა. მე როგორც ვიცი, ჩემო ჯანო ამ სპექტაკლში ჯერ ერთი უნდა აღვნიშნო ჩემი ძვირფასი მეგობარი ლევან ბერიკაშვილიც თამაშობს, როგორც ვიცი, და ბატონი მერაბ ყოლბაია, სწორად ვიცი. ორი 80 წელს მიტანებული ადამიანი დაახლოებით და ისინი არიან მეგობრები, აფხაზი და ქართველი მეგობრები, რომლებიც წლების მერე ხვდებიან ერთმანეთს. ანუ აი ეს ფრაზა რომ უკვე გესმის რომ აი ის და ეს ხვდება ერთმანეთს და მათი დიალოგი რამხელა ინტერესის მოცემი იქნება, უკვე რაღაც ჟუანტელი გივლის, როცა სიყვარული გაქვს იმ ხარის, რასაც აფხაზეთი ქვია. ჯანო, შენთვის რა არის ეს ყველაფერი, ვიცი რომ განსაკუთრებით ახლობელია ეს თემა. მე მოგესალმებით ყველას, მოგესალმები მაყურებელს. მნიშვნელოვანია ძალიან და მე მიხარია და ეს ჩვენი სურვილები რაც უფრო ვამბობთ, კი არა და უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური ამ თემატიკასთან სპექტაკლებიც, ფილმებიც და მე ყოველთვის რაღაც ეგოისტურად ვუდგებოდი ამ საკითხს, რომ თუ სადმე კინოსინჯი არის ამ თემაზე აფხაზეთზე ან სპექტაკლი თუ არის, აი
მე დიდად არ ვიცენ თავს ადამიანების შეწუხებით, ვიცით. მეგობარი ხარ ჩემი გადამიღებ რომ შეყოთ მეტიჩრობის გარეშე, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, სადაც ამ თემას თუ რამე შეეხება, მინდა ძალიან ყოველთვის ვიყო, იმიტომ კი არა რომ ვინმეზე მეტად ვტკივა ან ნაკლებად. ეს ყველას ტკივა საქართველოში, მე იმედი მაქვს და მჯერა. კი, თუმცა თქვენ სხვა ტკივილი გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი, აი როგორ ზუგდიდიო ახსენა ბატონმა გიორგიმ, სულ ერთი ხელის გაწვდომაზეა, იქვე დასაწყისი ტერიტორია გალის რაიონია სოფელი და სამწუხაროდ საფლავები, სოფელი, სახლი, სადაც გავიზარდე, დავიბადე, სადაც ზაფხულს ყველა დროს იქ ვატარებდით, ვერ გადავდივართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რასაც ხელი მოჰკიდა გიორგიმ და თეატრი თავისთავად ახლა სოხუმის თეატრი მოგეხსენება თვითონ ფუნქციურად იმხელა ისტორიის თეატრია, საოცარი ისტორიის თეატრია, იცის საზოგადოებამ და მე სულ ვამბობ ეს ადამიანები ჭუბერით, გემით, თვითმფრინავებით თეატრალური გრიმები და კოსტუმებით გადმოვიდნენ იქ ჩემი კოლეგები და ჩემი მეგობრები, ვინც ამ სპექტაკლიდან, ვინც არიან სოხუმის თეატრის მსახიობები და ამისთვის მადლობა მათ, იმიტომ რომ დღეს აქ არსებობს სოხუმის თეატრი, რომელიც სოხუმის თეატრსაც ჰუმანურად და ადამიანურად შეუძლია დაელაპარაკოს სწორედ იმ ძმებს და დებს, რომლებსაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მიზანი ამ სპექტაკლისაც, იმიტომ რომ შენ თქვი რომ თუ კი რამე კეთდება ამ თემასთან დაკავშირებით, ყველგან ვცდილობ რომ ვიყო. რითი არის გამორჩეული ეს სპექტაკლი, რა სათქმელს ამბობს? ეს ამბობს იმ რეალურ სათქმელს, რაც ისიც რა გარომანტიზირებული არაფერი არ არის, ეს არის ადამიანების ცხოვრება, იმ გაგებით, რომ ეს რეალურად არის და ეს რეალურად გადახდენია. მაგალითად, ახლა უცებ გადავხე მამა ჩემო 40 წლის უნახავი ჯარისკაცი ამხანა გიყავდა მეგობარი აფხაზი და იმას მიაგნო ოტობაიდან ჩავიდა სოხუმში და იქ უბრალოდ იმათ გარდაცვლილი ახალი გარდაცვლილი ყავდათ ნათესავი და ძალიან წესის და ტრადიციის ხალხია და კი მიმიღეს და რა გენატრებაო იმან მითხრა მე შევეკითხო და ბორჯომი თუ შეგიძლიაო და ისო და ნუ რაღაცა და მამამ ახლა ოტობაიაში ღვინო არ გამოირჩევა, მაგრამ რაღაცები ჩაალაგა მანქანაში ისე ავიდა 40 წლის მერე მასთან რა. ნუ ეს დიალოგი ახლა ჩვენ არ გვაქვს ხშირად ახლა მამას და ისეთი დიალოგი, მაგრამ მოვაყოლე ამბავი და ისტორია და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ისტორიები და ეს ამბები არსებობს დღესაც და მეც კი მეპატიჟება აფხაზი ადამიანი მანდ და უბრალოდ მე დროის ამბავია და სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობასაც და აი ეს ურთიერთობები თავისთავად რო არსებობს, არის და იყო და აუცილებლად იქნება და ახალგაზრდებში უფრო მეტად გამყარდება ეს მე ამის მჯერა, იმიტომ რომ არსებობს ერები და ქვეყნები და არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც უარეს მდგომარეობაში ყოფილან, მაგრამ დღეს არიან მშვენივრად და იდეალურად და ჩვენ მით უმეტეს ეს ერთნი ვიყავით და ერთნი ვართ და ეს არის აუცილებელი. აქ უბრალოდ ადამიანურად არის მისაგნები იმის, აი ტაძრის ამბავი ახლა რაც გავიგე, ეს არის ფანტასტიკურად ისეთი რამეა მოფიქრებული, რომ საერთო გლოვის და საერთო ტკივილის სიმბოლოდ იქცევა ეს და აი ეს თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ მეც მაპატია და შენს გაპატიებ და ნუ რაღაცნაირად ხო, არა მე მაპატი არა, ნუ რაღაცა არის, რაღაცა ჭირდება ამ მოდი ორივე ვაპატიოთ ერთმანეთს, გავუგოთ და ხელი ჩამოვარდოთ. სწორედ მანდ არის ეს ამბავი, ეს თემა აუცილებლად მუშაობს და ეს თემა აუცილებლად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, სწორად გამიგებთ, იმიტომ რომ ჩემი ჭირი და საკუთარი ჭირი და ლხინი უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტად ითვლებოდეს უნდა. ჩემი ომიც და ჩემი ლხინიც და ჩემი ამიტომ ეს დაიცოდნე და ვისაც ახსოვს ის სხვა არის და ვისაც ჯერ კიდევ ეს კომუნიკაცია გააჩნია, თუმცა სწორედ აი ახალგაზრდები ახსენა ჯანომ და რა ფორმით მიაწვდი მომავალ თაობას, მათი ხედვები ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ ამაზეა, ხო, დამოკიდებული რა ფორმით მივა მათთან ეს ინფორმაცია, ეს ტკივილი, როგორ დაეხმარები გააზრებაში. ეს არის ხო ალბათ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, რომ იმ აუდიტორიას, რომლისთვის შეიძლება არც ისე ნაცნობი იყო. ყველამ კი ვიცით ისტორია, რასაკვირველია საქართველოსი, თუმცა ეს ადამიანური ისტორიები შეიძლება ვინმესთვის არ იყოს ნაცნობი. რა თქმა უნდა, სპექტაკლში აბსოლუტურად ყველა მიზანსცენა არის დოკუმენტალური და ეს მომხდარი ამბავია და ჩვენ რაღაც ახალს არ ვიგონებთ და შესაბამისად ის რაც ამ ადამიანებში არსებობს, ტკივილი უერთმანეთოდ რაღაცა ძალიან დიდი გაჩენისევდა. ჩემი ამოცანა იყო, რომ ეს მეჩვენებია მოსული მაყურებლისთვის და კიდევ ერთხელ
რაღაცა შევხებოდი მათ ძალიან და სენსიტიურ მხარეს. გამოსავალი დიალოგში ეს არის, ანუ ერთ-ერთი მთავარი მე მგონია რომ ყველა გამოსავალი დიალოგში მდგომარეობს და დიალოგის წამოწყება არის უბრალოდ საჭირო. ოღ ძალიან დავსევდიანდი მართალი გითხრათ რა, მაგრამ პრემიერისთვის თემა სევდიანია, კი ბატონო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თემა რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დადებითად და კარგად მოგვარდება. ახლა მოდი ვისაუბროთ პრემიერაზე. როდის ჩვენება გქონდათ, გავიგეთ. როდის გაქვთ ახლა პრემიერა დაგეგმილი? პრემიერა იქნება 8 და 9 დეკემბერს. 8 და 9 ხუმის დრამატულ თეატრში. ნუ ჩაბარება თუ გქონდათ ესე იგი ასეა თუ ისეა მზადა ხართ, ეხლა რაღაცა ჩასწორებები გექნებათ, უფრო გაივლით რეპეტიტორში. თხოველი ხარ როგორც ვიცი. არა, მე ვარ ელექტრიკოსი გივი. ელექტრიკოსი? კი, მე ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ ზოგადად პრობლემა არ მაქვს. კი, ელექტრიკოსიც ვიქნები და რა ვიცი. ძალიან კარგი მუსიკოსიც საინტერესოა. კი, ელექტრიკოსი რა ერთ-ერთი როლია ამ ძვირფას საზოგადოებასთან და ხალხთან და თქვენ ვინც ახსენეთ ბატონო ლევან მაგ ადამიანთან თამაში შენ ეს ბედნიერება გთაწილად რომ კოლეგები ხართ ერთიათში ბატონ ლევანთან და მე კიდევ აგერ გიორგის წყალობით რეჟისორის მომიწია ამ ადამიანთან და იმ ხალხთან ბატონ მერაბთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობა და თამაში. როდის არის 8 და 9 8-ში პრემიერაზე მოსვლა არ მიყვარს. 9-ში შეიძლება მოვიდე. მადლობა. სახიობები და რაღაცა ისე არიან მოკლედ და მოგებიათ 9-ში. რა მეც დიდი სიამოვნებით მოვალ, იმიტომ რომ მე მას შემდეგ დავიბადე, რაც აფხაზეთის ომი იყო, შესაბამისად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ასეთი სპექტაკლების ნახვა და არსებობა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, წარმატებებს. გიორგი, საუბრობდით, სად ითამაშებთ კიდევ? ზუგდიდიო ახსენე. კარგად მიდიხარ გზა, კარგი გაგებული და გისურვებთ რომ სოხუმშიც გეთამაშებთ. კი ბატონო, გაიხარეთ. აბა წარმატებები. ვერცდებით ამ სურვილს